დიახ, ასეა, ალეკო ელისაშვილს წარუდგინეს მეოთხე აბსურდული ბრალი. არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული ოცნებისთვის, მაღალჩინოსნებისთვის და ჩემი ვარაუდით და არა მარტო ჩემი, მამუკა მდინარაძისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი 13 წლიანი მსჯავრი და დაბრალება ტერორისტობის ალეკო ელისაშვილზე და კიდევ ახალი ბრალი გამოძებნეს და ახალი ბრალი შეთითხნეს, რომელიც ეხება შოთა ჭიპაშვილის მიმართ შეურაცხყოფელ გამოთქმას. თუმცა, ქონდა ეს გამოთქმა მას მოსამართლის მისამართით, ნათქვამი, ანუ გამოყენებული პროცესზე ხდებოდა ეს? ნახეთ, სანამ ეხა გავარჩევ თვითონ პროცესზე რა ხდებოდა, მე გეტყვით თვითონ შოთა ჭიპაშვილს რა აქვს ჩადენილი ალეკო ელისაშვილის მიმართ. მე თუ მკითხავთ სამართლიან სახელმწიფოში, ეხლა უკვე სასჯელს უნდა იხდიდეს შოთა ჭიპაშვილი ბორკილებ დადებულ ადამიანზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და არა მარტო ფსიქოლოგიური. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებით შოთა ჭიპაშვილმა მიაყენა მას ფიზიკური, უკაცრავად სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც სხვა პოლიციელებს უნდათ, რომ ხელბორკილები შეეხსნათ ალეკოსთვის, იმიტომ რომ იმდენად უჭერდა, რომ სისხლის დიოდა და ხელები გალურჯებული ჰქონდა. შოთა ჭიპაშვილი არ აძლევდა ამის საშუალებას, ასევე წყლის მიწოდების საშუალებას არ აძლევდა სხვა პოლიციელებს ალეკოსთვის. შესაბამისად, ეს არის არათუ არასათანადო მოპყრობა, ეს არის სასტიკი მოპყრობა ადამიანის მიმართ, რომელსაც ხელბორკილი ჰქონდა დადებული. აგინებდა, წარმოიდგინეთ, იმ პროცესში ამას ძალიან ბევრი მოწმე ყავს. მისივე კოლეგები ესწრებოდნენ ამ ყველაფერს და ძალიან მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის გამოძიება, მით უმეტეს რომ 8 თვის წინ ალეკო ელისაშვილმა ჩვენებაც მისცა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირი საქმე არ აღძრეს შოთა ჭიპაშვილის მიმართ, მაგრამ ხედავთ, რომ ახალი ბრალია წაყენებული ალეკოს მიმართ და ჩემი ვარაუდით, ეხლა მე გეტყვით რა ხდება. როგორც იცით, ალეკო ელისაშვილს არ აძლევენ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებას. არადა, როდესაც უკვე მსჯავრი დამდგარია, მას მიესაჯა 13 წელი, მას ამუფლების გამოყენება, რა თქმა უნდა, შეეძლო. ანუ ახალ საქმეებს ამატებენ, რომ ეს გააჭიანო, რომ აი რა ინტერესი უნდა არსებობდეს, რომ ალეკომ არ ნახოს მისი ოჯახი. ეს არის, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ხომ ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია და რაც ძალი და ღონი აქვთ, ცდილობენ, რომ ალეკოზე რაც შეიძლება მძიმედ და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ იმოქმედონ და მე გეტყვით, ალეკოს მიმართ გამოძიების და სამართალდამცავი უწყების პრეტენზიებს თქვენ ამბობთ, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ მოტივებზეა აგებული? აი დიანა დავასრულებ, ნახეთ, როდესაც ალეკოს მუხლი დაუმძიმეს, ყველას გვახსოვს ეს რის შემდეგ მოხდა, ხო? შალვა პაპუაშვილი გამოვიდა პარლამენტის ტრიბუნასთან გამოაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორიზმი, არადა ალეკოს ჰქონდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ნივთის დაზიანებას, მაგრამ როგორც კი პაპუაშვილი გამოვიდა, ალეკოს მუხლი დაუმძიმეს. ნივთია შენობა? ანუ ის ადეკვატური მუხლი იყო და შემდეგ არაადეკვატურ მუხლზე გადავიდა? დიანა, ნახეთ, კი, ნივთია, შენობაც ნივთია, უძრავი ნივთია, მაგრამ ნივთია სამართლის შესაბამისად. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, ნახეთ, საზოგადოების რეაქცია, როდესაც ნახა ქართულმა ოცნებამ, ნახეს, რომ არავინ არ დაიჯერა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობა, შესაბამისად საიდანღაც მოძებნეს ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე და ვითომ არაერთ გზის ტერორიზმი უნდა დაემტკიცებინათ ალეკოსთვის, მაგრამ აქაც უკიდურესად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რადგან ერთადერთი მოწმე აღმოჩნდა ძაღლი, რომელიც რომ მოვიკითხეთ, ფაქტიურად ვერ მივაკვლიეთ ამ ძაღლს, რომელიც თითქოს ერთი და იგივე სუნს პოულობდა ალეკოს მიმართ და იმ ადგილის მიმართ, რომელიც ასევე წვიმაშია აღებული, მე როგორც გაირკვა. აქ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, ეს საქმე შემოდეს თავროზე. დღეს ეხა მოცებულ მომენტში ამ საქმის მიხედვით უზღუდავენ მას ოჯახთან ურთიერთობას, მაგრამ როგორც ხედავთ, მოუწევთ სავარაუდოდ ამ საქმის შეწყვეტა და აქვე ახალი ბრალი მოგვაშველეს, რის ანუ ეს საქმეს განიხილავთ როგორც ჩამნაცვლებელს იმ საქმის, რომელსაც ნაკლები, ესე ვთქვათ, რესურსი აქვს, რომ გავიდეს განაჩენამდე. ცხადია.
ცხადია, იმიტომ რომ ალეკოს უკვე მიესაჯა 13 წელი, ხო და ჩვენ ვიცით რომ ახალი ბრალი ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს რაღაც 180 დღიდან 200 დღემდე რაღაც სასაცილო თანამდები შედეგები აქვს 13 წელთან შედარებით. შესაბამისად, რისთვის უნდა ჭირდებოდეთ, ხო? თუ არა ეს ისევ ზედმეტი ზეწოლისთვის ალეკო ელისაშვილზე და კიდევ იმისთვის რომ საზოგადოება დაარწმუნონ ალეკო ელისაშვილის ბრალეულობაში და იმაში რომ ალეკო ელისაშვილი არის საშიში დამნაშავე. არადა რეალურად ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს და აქამდე თუ არსებობდა დაუშვათ ის რომ სამართლებრივი შეფასება რომ აი ნივთი დაზიანდა 320 ზარალია და ასე შემდეგ ხო რაღაცას მაინც ედავებოდნენ ეხლა უკვე ჩვეულებრივი პოლიტმატიმარია ალეკო ელისაშვილი და ამის შედეგებს აუცილებლად მოიმკის ქართული ოცნება და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ის ადამიანი იქნება ცრუმოწმეთუ დავამთავრებ დიანა თუ შეიძლება ცრუმოწმეთუ მოსამართლე რომელმაც პირდაპირ ქართული ოცნების დაკვეთა და შალვა პაპუაშვილის კვალიფიკაცია შეასრულა ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს. კი ბატონო, თქვენ საუბრობდით, ასევე ახსენეთ მამუკა მდინარაძის, ეს თქვათ, ბრაზი, მასზე და ამის შედეგია ეს ყველაფერიო. ახლა მდინარაძეზე ასევე თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, პერსონალურად არ გულისხმობ, პარტიულად გულისხმობ და სხვაებიც საუბრობენ ბოლო ცვლილებების ფონზე, რომ ის ფაქტობრივად, თქვათ, დააქვეითეს და დასამშვიდობებელთა სიაშია და ანუ რა ფორმით ინარჩუნებს იმ ტიპის გავლენას რომ აი პერსონალურად ელისაშვილის მეოთხე საქმის ინიციატორია ანუ რამდენად ლოგიკურია ეს ერთმანეთთან ნახეთ როგორი ამბავია იცით ჯერჯერობით შეიძლება რაღაცა გავლენები კიდე არსებობდეს და ვიღაცა თვლიდეს რომ ვიღაცის ფეხების ბაკუნი უნდა შეასრულოს და ამ ფორმით რაღაცები გააკეთოს თუმცა კი ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აუცილებლად ვნახავთ მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას აუცილებლად ვნახავთ ალეკო ელისაშვილის მიმართ სამართალი რომ აღსრულდება და ეს ყველაფერი ეს რაღაცა აბსურდი ტერორიზმი ძაღლების საქმე რაღაცები ყველაფერი უბრალოდ საპნის ბუშტივით გასკდება და კი გეთახმებით მამუკა მდინარაძის ჩამოქვეითებაში ჯერ ვნახეთ რომ რაღაც სკროლვა სკრინვის დეპარტამენტი ჩააბარეს ეხლა ეუბნებიან რომ რაღაცის მინისტრად ნიშნავენ ოღონდ ჯერ სამინისტრო არ არის და შეუქმნიან კი ამ სამინისტროს საერთოდ ესეც ძალიან ესეთი კითხვის ნიშანი ჩნდება ჩემთვის ვნახავთ მომავალი გვაჩვენებს ამ ყველაფერს თუმცა კი ესეც ქართული ოცნების გარშემო არსებული სიტუაციაა როდესაც მათ არც მინისტრები გამოადგათ არც პრემიერ-მინისტრები გამოადგათ მათი შერჩეული არც პრეზიდენტობის კანდიდატები გამოადგათ რეალურად მე ჩემი თვალით ესე ჩანს რომ ქართულ ოცნებაში რო იყოს პასუხისმგებლიანი და თავმოყვარი ადამიანები ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ამ ყველაფერზე როგორ არსად არავინ არ გამოადგათ როგორ ვერსად ვერავინ ვერ დანიშნეს ძირითადად ან 3 თვეში და 6 თვეში უშვებენ სახლში ან უარეს შემთხვევაში ვხედავთ მათ მაღალჩინოსნებს საპატიმროში გამოკეტილებს ხო და შესაბამისად ფაქტია რომ ქართული ოცნება ვერ მართავს ქვეყანას ეს არის ძალიან ზედაპირზე პოლიტიკურ რამდენიმე კითხვას დაგისვა მაგრამ მანამდე მინდა რომ დავაკონკრეტო იმ მაყურებლისთვის რომელიც ფიქრობს და რომ ალეკო ელისაშვილი ჩაიდინა დანაშაული ის ცდილობდა შენობის იმ კონკრეტულში შევიდა ბენზინით და თქვათ ეს არის დანაშაული, მაგრამ თქვენ დაობთ რომ ეს არ არის იმ ტიპის კვალიფიკაცია, რომელიც აი ამ დანაშაულის პირდაპირ პროპორციულია. ამაზე საუბრობთ თუ ის უდანაშაულოა, იმაზე საუბრობთ რომ ჩვენი აუდიტორიისთვის იყოს გასაგები, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავადაც აღიარა რომ პირველ საქმეზე ვგულისხმობ ასეთი მცდელობა ჰქონდა. დიანა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ არსებულ აი მთელ ამ ამბავს ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ განვიხილავთ, რომ კონკრეტულად სასამართლოში მიმდინარე ამბებს მე განვიხილავ თუ არა დანაშაულად. ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რა მოხდა ალეკოს მიმართ, ხო? თუნდაც ის ინციდენტი რომ გავიხსენოთ
პარლამენტში რაც მოხდა მასა და მდინარაძეს შორის, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. ქართულმა ოცნებამ კი არ მიმართა სამართლებრივ გზას, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ და კი არ დაიწყეს წარმოება დაუშვათ ამ ინციდენტის გამო და შესწავლა ამ ყველაფრის. არა, იქვე 20 კაცი სასტიკად გაუსწორდა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ურტყამ და შოთა ხაბარელი გამეტებით და ნოდარ ტურძელაძე და ვინ აღარ, ხო? ეს ყველაფერი ვნახეთ, იქვე გაუსწორდნენ ალეკო ელისაშვილს. ამის მერე მთელი ციკლია მის მიმართ განხორციელებული ძალადობების, მათ შორის ქორთიართან როგორ გაიტაცეს და როგორ პატიმრობას ვერ უწოდებ ამას, ეს იყო ადამიანის მოტაცება, გაუსწორდნენ დაკავების მანქანაში იმდენად, რომ მას ნეკნები ჰქონდა დამტრეული. იყო შემთხვევა, როდესაც კანცელარიასთან, სახელმწიფო კანცელარიასთან ანუ თქვენ ამბობთ, რომ პასუხი იყო მისი მხრიდან ამ სერიაზე ძალადობების მის მიმართ ის რაც გააკეთა. ნახეთ აი დავასრულებ, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე გონება დაკარგული ალეკო ელისაშვილი, როგორ დააჯახა ორმა პოლიციელმა რკინის ბოთს. ფაქტიურად სასიკვდილოდ გაიმეტეს. იქიდან ერთ-ერთი ჩვენ მოვახდინეთ მისი იდენტიფიცირება, იყო ზაქრო ჩოხელი, რომელიც გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. ნახეთ, ალეკოს მიმართ ჩატარდა ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან ბევრი უკანონობა, დაირღვა მისი უფლებები არაერთხელ, დაირღვა მისი ჯანმრთელობა, ხო? არაერთხელ ჩაუმტვრიეს ნეკნები. ერთი კაციც კი არ ყოფილა დაკითხვაზე დაბარებული. შესაბამისად, ეს usამართლობის განცდა. გარდა იმისა, ახლა დიანა თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ალეკოს წლებია პიროვნულად, მეც ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცით, რომ ალეკო არის ძალიან სამართლიანი, ძალიან გულწრფელი, ძალიან ალალი, ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. იმ პერიოდში რუსული კანონის განხილვების დროს ჩვენ გვახსოვს გამიკვირდა ის ბოლო ის ამბავი ვერ ჩავაჯინე მის პორტრეტში გამიჭირდა. აი რუსული კანონის განხილვის დროს როგორი აქტიური იყო ალეკო და როგორ იცავდა სახელმწიფოს პოზიციებს, ასევე ალეკო ძალიან ხშირად ესწრებოდა სინდისის პატიმრების პროცესებს და მას ძალიან უჭირდა, ხა ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, ძალიან უჭირდა იმ უსამართლობის ყურება, რასაც იქ ხედავდა არასრულწლოვანი პატიმრები რო ყავდათ და ესა ყველა უკვე სრულწლოვანი გახდა საპატიმროში. აი ამ ყველაფრის გადატანა, ამ ხელა უსამართლობის გადატანა მას ძალიან გაუჭირდა და რაც თავარია ეს ყველაფერი სასამართლოს ირგვლივ ხდებოდა, ხო? როგორც თვითონაც აღნიშნა, ეს იყო მისი მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური აქტი უსამართლო სასამართლოს მიმართ. მე არ ვდაობ იმაზე, რომ ვიღაცა შეიძლება ეს არ მოწონებოდა, ან ვიღაცა შეიძლება ტაში დაეკრა. რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ და ყველა თავად ვაგებთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე პასუხს და თავად ვირჩევთ ჩვენი პროტესტის ფორმებს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიმართ განხორციელდა მთელი კასკადი უსამართლობებისა და არავინ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი გამოკითხულიც, აი წამლად და საჩვენებლად. ეხლა ხო ვიღაცებს რო აკავებენ ხოლმე საჩვენებლად, რო აი თითქოს სამართლიანობა აღადგინეს. აი ესე საჩვენებლადაც კი არავინ დასჯილა და ეხლა ეს ბოლოს უკვე შოთა ჭიპაშვილი მოგვევლინა აქეთ ბრალმდებლად ალეკო ელისაშვილის საქმეზე. კი ბატონო, მინდა გკითხოთ თქვენ ილაპარაკეთ მდინარაძეზე, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ აი ამ სამთავრობო ცვლილებას როგორ უყურებთ, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს. გულისხმობ აი ამ გადაადგილებას. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ არის წარმატების აღმავალი კიბე მამუკა მდინარაძისთვის. შესაბამისად ვფიქრობ, რომ არა მარტო მას, არამედ მის გარემოცვას, მასთან დაკავშირებულ სხვა მაღალჩინოსნებსაც შეუდგათ წყალი და ჩვენ ვნახავთ კიდევ ბევრ გათავისუფლებულ და გადაყენებულ ადამიანს და ზოგადად მე არ მგონია, რომ ეს რაღაცა ჩვენთვის შეიძლება იყოს ისეთი ზეიმის საფუძველი, იმიტომ რომ რეალურად რა მოხდება, რა გადანაცვლებები იქნება ქართულ ოცნებაში, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ მივახციოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს, თორემ ამათ პირობებში ვხედავთ, რომ ქვეყანა უკან მიდის, ვხედავთ, რომ ყოველდღე უბედურება ხდება და ეს უბედურებები თავისით კი არ ხდება, ან სტიქიური უბედურება კი არ არის. არა, ხდება სისტემური უბედურებები, იმიტომ რომ სისტემური პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ქართული ოცნება უბრალოდ ვეღარ მართავს ქვეყანას, კრიმინალი რა მოხდა გუშინაც გორში უკვე ის კი არა რომ ყოველდღე რაღაცა ხდება, დილითაც რაღაცა ხდება, საღამოსაც რაღაც საშინელება ხდება. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ეს არის უკვე ძალა, რომელიც ძალა აღარ არის, ეს არის რაღაცა დაჯგუფება, რომელსაც ყველანაირი მართვის სადავეები ხელიდან გაურბით და
ჩვენ ყველამ უნდა მივახციოთ ერთად იმას, რომ სამართლიანი არჩევნებით შეიცვალოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება და დაბრუნდეს ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. კეთი, ასეთი კითხვა მაქვს, თქვენი პოლიტიკური ჯგუფი ძალიან ღიაა იმ თემაზე საუბრისას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საარჩევნო გზა არის სწორი გზა და გამოსავალი. ის პარტიები, რომლებიც არ არიან ასე მკაფიოდ ამ გზაზე ჩამოყალიბებული, ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს მოძრაობა სამართლიანი არჩევნებისთვის, თავისუფალი არჩევნებისთვის. მიუხედავად თქვენი მკაფიო გაცხადებული პოზიციისა, ფიქრობ თუ არა, რომ შეიძლება იყოთ ამ მოძრაობის, ანუ თქვენც ყველასთან ერთად ილაპარაკოთ ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას, ელენე ხოშტარიას გამოხმაურებას და ამ ხაზს გულისხმობ. რეალურად ჩემი და ზოგადად გუნდის პოზიციაც ასეთია. მთავარია ჩვენ მივახციოთ ამ სურვილს, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. მთავარია ადამიანები დავარწმუნოთ იმაში, რომ ერთადერთი სამართლიანი არჩევნები არის ამ ქვეყანაში ცვლილების. მე გეტყვით, დავუშვათ 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაჯდება 8 თუ 12 მაგიდასთან და რაღაცაზე ილაპარაკებენ, ეს რეალურად სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არაფერს არ ცვლის. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველა ოპოზიციონერმა ძალამ. ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საქართველოს მოსახლეობასთან, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ქართული ოცნება აკვირდება, ძალიან ბევრ კვლევას ატარებს, აკვირდება ხალხის განწყობას და თუ ქართული ოცნება მიხვდა, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა სამართლიან არჩევნებზე, იმდენად კრიტიკულია ეს მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, რომ ამას უბრალოდ ვეღარ აღუდგება. ეს იქნება რეალურად გზა და ეს იქნება რეალურად მე უკვე შედეგი, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში ნამდვილად სამართლიანი არჩევნები და აქვე დავამატებ, რა ზოგადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია გარკვეული ოპოზიციონერი ჯგუფებისგან რაღაცა წითელი ხაზების გავლება, ის თუ იმას არ დათანხმდება, ეს თუ ამას არ დათანხმდება, ის მოღალატეა, ის არის ეს ჩემგან თქვენ ამ მაგიდასთან მონაწილეობას არ მიიღებთ, როგორც სწორად მივხვდი, ამ ტიპის მაგიდეს ფორმირების დროს არ ჩაერთვებით პროცესში. მე არ ვამბობ, ნახეთ, მე არ ვამბობ, მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ჩავერთვებით, თუ გადავწყვიტეთ, რომ ჩავერთვებით, მანდატს ჩავერთვებით, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანებზე საუბარი. ნახეთ, რისი თქმა მინდოდა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მე არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენ კოალიციას, იწყებენ რაღაცეებზე საუბარს, რაღაცა თემების შემოაქვთ დღის წესრიგში და რაღაც თითქოს ესე პოლიტიკურ თემებს განიხილავენ. ეს დღის წესრიგი არის ის დღის წესრიგი, რომელიც ვეღარ ითვალისწინებს რეალურ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის. მადლობა, მოკლედ როგორც ჩანს ამ თემაზე ჩამოაყალიბებ პოზიციას. დიახ, აღარ გვაქვს დრო. დიახ, ყველამ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და რეალურად ქვეყანაზე უნდა იფიქროს და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მხოლოდ. მადლობა, ძალიან დიდი